დილა მშვიდობის, როგორ ხართ, ნახეთ როგორ ვარდისფერი ვარ. ძალიან მიყვარს ვარდისფერი წერი. ერთადერთი ვარდისფერ წენს ვიხდე. სხვა წენს ვერ ვიხდე მე, სხვა ფერს. ყავისფერი ძალიან მაშვება. თვალებს მიცვენს რაღაცნაირად და ერთადერთი რაც მომწონს ეს არის ვარდისფერი. პომადაც და წენიც. თმები ავიწიე ძალიან მიყვარს მიაწეული თმა ბავშვობიდან მიყვარს და მომენატრება ხოლმე, თუმცა იმ ფენსავარცხელით იმდენად კარგად ვარცხნის, რომ გაშლილიც მომწონს უკვე, მაგრამ აწეული ძალიან მომენატრება ხოლმე, ანუ აწეული თმის გარეშე რა ვიცი. არ მახსოვს ჩემი თავი, სულ ყოველთვის დედაჩემი სულ უკან მიწევდა, ანუ სუბლი რომ მიჩანდა, ძალიან უყვარდა და იქიდან ესე მომენატრება ხოლმე, ხანდახან გადაწეული თმაა და თან ვიხდენ კიდევაც. დღეს გადავიწიე. თან კიდე სამზარეულოში როცა რაღაც საქმეები გაგა მე შუა ვტრიალებ. რა თქმა უნდა, აწეული თმაა ყველაზე კარგია რა. რო არ გეყრება ეს თმები და რაღაცნაირად არ მცვივა მე თმა საერთოდ. აი საერთოდ. ძალიან რამოდენიმე ღერი რო ვივარცხნი, ისიც დავარცხნის დროს რამდენიმე ღერისი არ მცვივა. აქ ლობიოს ხარშავ დავდგი და მე მგონი რომ წყალი უკვე უნდა გამოვცვალო ამისი. გამოსაცვლელია და თან კიდე მინდა რომ ბლინები გამოვაცხოთ, ოღონდ თხელი ბლინები. მე თხელ ბლინებს არ ვაცხობ, ხოლმე გოგოებო, რა ვიცი, გინახიათ რომ მე თხელი ბლინები გამოვაცხო. არ ვაცხობ, იშვიათად შეიძლება რამდენჯერმე თუ მაქვს გამოცხობილი, აი ერთხელ გამოვაცხე ხიდის თავში. მახსოვს შოკოლადით გავაკეთე, შოკოლადის გული გავუკეთე და ხაჭოთი არის ძალიან გემრიელი. გამოვაცხობ და მე ხაჭო არ მაქვს და რო გავართ ვიყიდი ხაჭოს. ეხლა რა ხდება ერთი კვერცხით გავაკეთე. ბულკის რეცეპტი ძალიან ბევრმა მოვწერეთ ძალიან ბევრმა ბულკის რეცეპტი ფუთუშებისა და დიდი მადლობა ვცდი, მაგრამ მე რაც გავაკეთე, ეგ არის ძალიან ბიუჯეტური. ძალიან ბიუჯეტური. აი რომ გადავხედე მე თქვენს რეცეპტებს, რაც მომწერეთ, ხო, ცოტა ისეთია რა. კარაქი უნდა ზოგს, ცოტა ბევრი უნდა შეაზინო და კიდე დამატებით რა უნდა და ზოგს უფრო მეტი ძე უნდა. მე ანუ ერთი ჭიქით მოვზიე და ძალიან ბიუჯეტური გამოდის ესე. და სხვათა შორის თან ძალიან მომეწონა ჯემით რომელიც გავაკეთე. აი ჯემის გარეშე არ გამოვიდა კაი რა. თვითონ ცომსაც არა აქვს სიტყვა და ის ჯემი ატკბობს და ჯემის გარეშე არ გამოვიდა, მაგრამ იდეალურია ვაშლის ჯემით. ვაპირებ რომ ეგეთ დავტოვო, ანუ ერთი რვეული უნდა ვიყიდო და ჩავიწერო ყველაფერი. რაც ძალიან მომეწონება. რვეული არის ძალიან კაი. და ჩავიწერო. ჩემი რეცეპტები დავარქვა. ანუ რაც მომეწონება, რაც გამომივა, ხელსაც აქვს მნიშვნელობა, კი წაიკითხე იქ რაღაცა, იმა კარგად გააკეთა, მაგრამ შეიძლება შენ არ გამოგივიდეს. აი, შენ რაც გამოგდის ის რომ დაწერო, ძალიან კარგია ეს სათავანთი ჯერ. შენ რაც გამოგდის ის რომ დაწერო, ეგ ძალიან კარგია. ესე იგი, ერთი კვერცხი ეხლა სამი კოვზი შაქარი. სამი კოვზი შაქარი და ცოტა მარილი, ძალიან ცოტა მარილი. ძალიან აი ესე. ეს მე მინდა ეხლა ის ვქია. მაგას
ზე ერთი ჭიქა, რომელი ჭიქით ჩავასხა? იცი? აი ამ ჭიქით უნდა ჩავასხა. ეს არის 200 გრამიანი. ფიქრობ, რომ 200 გრამიანია. აი ეს უნდა ავყო და გავიგე. ერთი დაიძინია რა, ორივე არის 200 გრამიანი. ანუ წყალი ცივია. წყალი ცოტა ნაკლები. ესე 150 მილიგრამი წყალი და ერთი ჭიქა ზე, ანუ 200 გრამი რძე. მილიგრამი. 200 მილიგრამი რძე. ესე და ერთი ჭიქა 150 მილიგრამი, ანუ ერთი ჭიქას ცოტა დავაკროთ. და წყალი. ეს შევინახოთ აქ ადგილი რო არა მაქვს გითო. აი ესე. ზეთი გვინდა ჩვენ და ქვილი კიდე. Vale, kvili ჩავყაროთ ახლა ჩვენ. Kvili. ერთი ჭიქა ქვილი. ცოტა საცილი არა მაქვს. სამწუხაროდ, უნდა ვიყიდო პატარა საცილი რო იყიდება, ხო იცით პატარები რო ასეთი ჭიქები და ესე რო იცრება. ერთი, ესე უნდა მოვიჭირო თან ესე ჩაცრი, კაია ერთი. ორი. სამი. ოთხი. ოთხი. ხაზეთი, ორი კოვსი, სულ მეტი არ უნდა. ორი კოვსი ზეთი. გამოვაცხოთ. მოვარდეს, ჩავარდეს. მასა ჩავინახავ მე ვარი. გემრიელი ბლინები და მითქი ესენი არ მახსოვს ვინმე მათ ქაფუ ვიყიდე ეს არის
გაუწიოთ ესე. ძალიან რო გაცხრდეს და ვნახოთ როგორი გამომივა ერთი. ორი ცალი გამეხა, იმიტომ რომ ამოსაღები არ მივარგა. აი ახლა ვიტამინები ისეთნაირად ვაბრუნებ. და თემპი ცოტა უნდა დააცადო, რომ კარგად შეშერეს, ამ დაბილანად დაიბრაწოს. ორი ცალი გაიხა, მაგრამ არა უშავს ეს რაღაც. კაი გამოვიდა. ისეთი. დანარჩენებსაც ახლა გავაკეთებ. რაც დარჩა. ცოტა გამოდის ისეცა. ცოტა გაკეთე. ნელა მივხვდი როგორც უნდა. ცოტა სქელი უნდა იყოს, ძალიან თხელი არ უნდა გამოვიდეს აფაზე, სქრათ უნდა დაასხა ცოტა და უნდა დააცადო რომ შეიფროს. მალევე არ უნდა გადააბრუნო, გამოდის ძალიან კარგები, თხელი, უთხელესი და ასეთი. კარგია, იცოდით. აფა და მაგიტო თან იმიტომ ცოტა გავწვადი რომ ცუდი ტაფა მაგ ბლინისთვის არ არის ეს ტაფა, ბლინს უნდა დაბალი ტაფა და ამოსაღებიც არა მაქვს ნორმალური. მაგიტო, მაგრამ არა უშავს. ბოლოს მაინც მივხვდი როგორც უნდა და შვენიერები გამოდის გოგოებო, აი ძალიან კარგები გამოდის ხო გაჩვენეთ. ხო და გამოვაცხობ ხოლმე. აუცილებლად და დავხელოვნებით ნელ-ნელა. ესე. ეხლა ჩაის დავდგავ. სერანაირი ბიჭი ყოფილხარ დედიკო. სიყვარული ყოფილხარ და სიხარული ყოფილხარ. ესეთი ვარეს გამოხდეს და ჩაიც გავაკეთოთ. მაშინ მათთვის მინდა ცალკე ახლა ლამაზად მოვუწყო, გავუმზადო თავისი მაგი. ხომ აჩქა კომპიუტერების მაგი და ნიკასი იყო ხოლმე და ახლა მათი იქნება თავისი მაგი და მე რაც უყიდე მათი ის უკვე ძალიან დაუპატარავდა და რა ვიცი აღარ გამოადგება რა. უკვე დიდი ბიჭი არის მათი. დიდი ბიჭია უკვე. ხო, ეხლა ესეც ბარემ გადავწუროთ ჩვენ. და თბილწყალი დავასხათ.
1-3 ცალი შევჭამეთ. 10-12 ცალი გამოდის ამ რეცეპტით. აი ამ ჩემ ტაფაში, რავი, ისე გამოდის და ძალიან დიდიც არ არის ახლა ეს ტაფა. უბრალოდ მაღალია და ცოტა მოუხერხებელი არის მაგიტო. როგორც პირველად რომ გამოვაცხე გოგოებო, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან თხელი გამოვიდა და ძალიან ის არის, რა ქვია, აი, არ ვიცი რა, კარგი რბილი და კარგი. აი ეს ცოტა სქელი გამოვიდა, იმიტომ რომ რაც დარჩა ჩავასხე. ორი ცალიც აღარ გამოვიდოდა უკვე და მაგით. ეს ეხლა ეს ის გავექსპორტირებ და აღარ საათია ის თუ ყოლე. და საერთოდ არ შეჭამია. ამტი აუცილებლად ჭამია. ასე ეს შრაცაკოს კონტრაქტი მასაკეთებია და ასე და ეს თო პირველ დამიტოვებს კაია. მათე ჩაი გინდა? ჩაი გინდა დედი? ჰა? არა. არ გინდა? ეს კოზი მყოფნის. იმიტომ რომ სულ არ ვაფშებ ხოლმე. გია მოდი დავლიათ ჩაი. წავედი. როგორც იქნა. წავედით ახლა ამას და ისოს